მასწავლებლის დღე აღნიშნეთ დღეს და განსაკუთრებულია მართლაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე სამ ნაწილად იყო დაყოფილი დღევანდელი დღე. პირველი ეს იყო ღვაწლმოსილი პედაგოგების, შემდეგ წლის საუკეთესო პედაგოგების და ჩვენი სტიპენდიანტების. და ვიფიქრეთ, რომ ცოტა გადაცემის სტილში წაგვეყვანა ეს დაჯილდოება, ყველას ისტორია არის უნიკალური და აი მაგალითად იხსენებდნენ მათ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტს, უღელტეხილზე გადმოსვლის, იხსენებდნენ ყველაზე ბედნიერ მომენტს, მოსწავლეებს და მე მართლაც ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ადამიანების წინაშე დგომა, ვულოცავ მათ და ყველა მასწავლებელს და ყველა სტიპენდიანტს. უაღრესი ჯილდოა ჩემთვის, უაღრესი რომ გაიხსენა სამინისტრომ არსებობ ქუხილავა მობრძანდი და მადლობას უცხადებ ღონისძიების ჩამდგარებლებს, მადლობას უცხადებ. 65 წელი ვიდექი დაფასნა. მე ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც საჭირო იყო. სკოლის დირექტორი ვიყავით 13 წელი. მე 11 საშუალო სკოლის. ფეხზე დავაყენე სკოლა. ეს შემედია საკებრად თქვა. და სად არ არიან ჩემი ნამოწაფეები? მე ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს მოსწავლეებს, რამე თუ ჩემი მოსწავლეები არიან, ჩემი მასწავლებლები, ვუძღვნი ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს, ჩემს კოლეგებს და ჩემს უსაყვარლეს უძვირფასეს აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლას. უპირველეს ყოვლისა მიულოცავ ჩემ კოლეგებს მნიშვნელოვან პროფესიულ დღეს. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ზოგადად მასწავლებელი არის ფაქტობრივად ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია აღუზარდოს სახელმწიფოს მოქალაქე. სახელმწიფოს შენება იწყება საკლასო ოთახიდან და ეს დიდი პატივია ზოგადად გერქვას მასწავლებელი. ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დავსახელდი აფხაზეთის სკოლების საუკეთესო პედაგოგად. წარმატებები მინდა ვუსურვო პროფესიულ საქმიანობაში ყველა ჩემს კოლეგას და გამძლეობა, ჯანმრთელობა და ბევრი წარმატებული მოსწავლე. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ გამختارიყავი დიმიტრი არზაყანე-მუხვარი სახელობის სტიპენდიატი და პირველ რიგში მადლობას გადავუხდი უშუალოდ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამისთვის და მიხარია, რომ ჩემი თემით, რომელიც წარვადგინე, მომეცა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად, ასე რომ ვთქვათ, წარმომედგინა აფხაზეთი და ამ ჩემი წარმოდგენილი თემით კიდევ უფრო მეტად შემეხსენებინა ახალგაზრდა თაობისთვის ის თუ რას ნიშნავს აფხაზეთი თითოეული ჩვენთაგანისთვის.